მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო. Როგორც უკვე იცით, ბრიტანულ-ქართულ აკადემია გთავაზობთ ახალ პროექტს, რომელსაც ეწოდება სასარგებლო პოდკასტი, რომლის ფარგლებშიც მარტივ და გასაგებ ენაზე ვეცდებით თქვენთვის საინტერესო სტუმრებთან ერთად მიმოვიხილოთ საინტერესო თემები. მე ვარ სოფო ჟღენტი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის მოადგილე და დღევანდელი ჩვენი სტუმარია თეონა დალაქიშვილი, SaveScroll-ის დამაარსებელი. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონოთ ვიდეო და დაგვიტევოთ კომენტარი. თეო, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მოსვლისთვის და მობრძანებისთვის. პირველი შეკითხვა და ჩვენი ზოგადად სასაუბრო თემა ეხება ციფრულ უსაფრთხოებას, როგორც უკვე იცი და პირველ რიგში მაინტერესებს ამ მიმართულებით რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, იდგმება თუ არა რაიმე ნაბიჯები ციფრული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში ვიტყვი, რომ პოდკასტში როდესაც საუბრობ ციფრულ უსაფრთხოებაზე, არ ვეხებით აი ესე წმინდა ტექნიკურად კიბერუსაფრთხოებას და უფრო ასე ვთქვათ ფართო გადმოსახედიდან ვისაუბრებ ციფრულ უსაფრთხოებაზე. ჩვენს ქვეყანაში ციფრული სამყარო იმდენად რაღაცა უკონტროლოდ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის, რომ ვფიქრობ ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო იმისთვის, რომ ის საფრთხეები, რომელიც აი ონლაინ სამყაროში არსებობს, რაღაცნაირად დავძლიოთ და აი ეს უკონტროლობა, ცოდნის ნაკლებობა, რესურსის ნაკლებობა, რომელიც შეიძლება იდებოდეს ამ კუთხით, იწვევს იმას, რომ ეს საფრთხეები პირიქით უფრო და უფრო იზრდება და ჩვენ რაღაცნაირად ვერ ვეწევით აი ამ საფრთხეებზე პასუხს, იმიტომ რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები უკონტროლოდ დიდ დროს ატარებენ თავის гаджеტებთან, იქნება ეს ტელეფონი, პლანშეტი თუ კომპიუტერი, არა მხოლოდ სასწავლოდ, არამედ ზოგადად, ხო, რაღაცა ეს მათი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და მათი ყოველდღიური, ასე ვთქვათ, ცხოვრების დიდი ნაწილი, შეიძლება იყოს 70-80% ფაქტიურად აქ ხდება ონლაინ სივრცეში. აი საფრთხეებზე საუბრობდი ცოტა ხნის წინ და უფრო რომ მეტი გითხრა, აი რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული სიტუაცია აი ამდენი ხანი ჩვენ საუბრობდით ცოტა უფრო ადრე რაღაცა 7-8 საათი არის ხო დაახლოებით საშუალოდ ის დრო რომელსაც მოსწავლე შეიძლება მოზარდი ატარებდეს ამა თუ იმ гаджеტთან. რა საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული? აი ცოტა ამაზე რომ გითხრა 1-2 სიტყვა. საფრთხეები არის ძალიან ბევრი. ჩვენ მუშაობთ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ ძალადობაზე და როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ ვიკვლევთ აი ტერმინოლოგიას ვთქვათ რა ტიპის ძალადობა არსებობს ხო ახლა ჩვენ რაღაცა რამოდენიმეს ხვდებით ხო ეს არის უფრო კიბერბულინგზე ვსაუბრობთ შეიძლება ვსაუბრობდეთ მაგალითად ფიშინგზე როდესაც ხდება რაღაც როდესაც ფულს არავენ უკვე მაშინ ისიც მაგრამ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის სახეები არის უამრავი და ყველაზე საინტერესო არის ის რომ ყოველდღიურად ეს ტერმინები მხოლოდ და მხოლოდ ემატება იმიტომ რომ ციფრული სამყარო ვითარდება ხელოვნური ინტელექტი ვითარდება და ეს საფრთხეებიც ვითარდება ამიტომ ძალიან რთული არის რომ ჩამოთვალო რა არის ეს საფრთხეები და ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით არის ის რომ პატარა ასაკიდანვე როდესაც შენ გაქვს წვდომა აი ამ ციფრულ სამყაროზე უნდა იცოდე როგორ მართო ეს საფრთხეები, როგორ ამოიცნო ეს საფრთხეები, როგორ მოახდინო თქვათ იმის პრევენცია, რომ არ გახდე თავად მსხვერპლი და იმ შემთხვევაში თუ გახდები მსხვერპლი, როგორ მოიქცე. ანუ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით არის ეს, შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ ყველა საფრთხე რაც იქ არის და რაც შეიძლება დაგხვდეს, მაგრამ ვიცოდეთ როგორ უნდა გავიგოთ, რომ ეს მართლა საფრთხე და ამას შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა ქონდეს ჩვენზე. აი სწორედ ამაზე ჩაგეკითხები ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ახლა უბრალოდ აი ზოგადად რო რადგან ამ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, უშუალოდ აი რომელი ონლაინ ქცევაა ყველაზე რისკიანი მოზარდებისთვის, აი ამ სოციალური ქსელების გამოყენებისას. ყველაზე რისკიანი ქცევა ჩემი პირადი აზრით ალბათ არის აი ეს უკონტროლობა, რაზეც დასაწყისშიც ვისაუბრე. ერთი არის უკონტროლო დრო, ანუ მე ფაქტიურად განუსაზღვრელად ვატარებ დროს ციფრულ სამყაროში, რაც თავისთავად უკვე ძალიან დიდ გავლენას სულ რო ძალიან კარგ კონტენტს უყურებდე და კარგ კონტენტთან მქონდეს წვდომა, თავისთავად ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩემზე. მეორე ძალიან დიდი პრობლემა არის უკონტროლოდ გამოყენება, ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის აპლიკაციის, სხვადასხვა ტიპის პლატფორმის, მათ შორის სოციალური მედიის, რომელიც ძირითადად და ამას კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური მედიის იკვებება სიძულვილზე დაფუძნებული engagement-ით. სამწუხაროდ ესეა, იმიტომ რომ სიძულვილზე დაფუძნებული კონტენტი იწვევს უფრო მეტ engagement-ს, იმდენი კონტროლი არ ხდება, რამდენიც უნდა ხდებოდეს და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაწყდებით და ონლაინ ტიპის ძალადობა არ არის აღქმული როგორც რაღაცა სერიოზული პრობლემა. ხო, იმიტომ რომ scroll-out რაღაცა გვხდება, ძალიან ცუდი, მათ შორის ძალიან ასე ვთქვათ, რაღაც ძალადობის შემცველი და ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ უბრალოდ ჩავსკროლეთ. ამ დროს ჩვენ ტვინში ეს ასე არ
ხდება და ჩვენ ტვირში ხდება ზუსტად იგივე, რაც მოხდება თუ ამას რეალურ ცხოვრებაში დავინახავდით. და ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომ ამის უგულებელყოფას ვახდენთ, რომ ეს არის რაღაცა უბრალოდ სკროლა, ნორმალიზება, სამავდროულად. ძალადობის ნორმალიზება ხდება და როდესაც რაღაცა დრო გადის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდად აისახება ჩემზე და მე შეიძლება ვერც კი დავუკავშირო ეს ცუდად ყოფნა იმას, რაც ვუყურე, რაც ვნახე და ასევე აღარ მქონდეს ამაზე არანაირი რეაქცია. გარდა ამისა, ჩვენთან კიდევ ძალიან დიდი პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ დიდ დროს ატარებენ მოზარდები. ანუ ესე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება. იმდენად ადრეული ასაკიდან იწყება ეს ხელმისაწვდომობა, რომ ბავშვის ფსიქიკა ამისთვის ფიზიკურად მზად არ არის, რომ ამ ხელა ინფორმაცია გადახარშოს და გადაიაზროს და არის ისეთი ტიპის ინფორმაციაც, რომლის გადააზრება მისთვის ფაქტიურად შეუძლებელია და ტრავმად რჩება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა ძალიან მრავალმხრივად შევხედოთ ამ პრობლემას. ხო, ანუ როდის გადასკროლა პირველად, როდის აიღო პირველი გაჯეტი, რამდენი დრო გაატარა, რა ტიპის კონტენტი, ანუ ესე ვთქვათ, არსებობს ასევე ესეთი ტრადიცია, რომ საერთოდ ავუკრძალოთ, რაღაც ასაკამდე საერთოდ არ მივცეთ, ხო? ანუ დღევანდელობაში ძალიან რთული არის, რომ ბავშვი მთლიანად მოწყვიტო ციფრულ სამყაროს. შეიძლება მე სახლში სრულიად აკრძალული მქონდეს, მაგრამ იქ ბაღში წავა, თან სოციუმთან სკოლაში წავა, კლასელი მოუყვება, ეხლა სკოლაშიც ციფრულ დაფებს იყენებენ ყველგან და იქაც YouTube-ზეც შედიან და ყველაფერს ნახულობენ. ანუ აკრძალვა როგორც ასეთი გამოსავალი არ არის. რაღაც მხოლოდ მკაცრი კონტროლი გამოსავალი არ არის და დაუბრუნდები იმას, რაც დასაწყისში ვთქვი, რომ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვები თუ ადრეული ასაკიდანვე იღებენ გაჯეტს და აქვთ მასზე წვდომა, ასევე უნდა იცოდნენ რა გავლენა აქვს ამას მათზე, რაღაც კონტენტი უნდა იყოს მათთვის დაშვებული და თვითონვე მე ნელ-ნელა ისწავლიან იმას, როგორ აირჩიონ ხარისხიანი კონტენტი. ხო, ანუ მაგალითად არსებობს YouTube და YouTube Kids-ი, პირობითად თუ არა, ხო? თუმცა YouTube Kids-იც საკმაოდ ესეთია პრობლემური სივრცეა. რა თქმა უნდა, თუმცა არსებობს რაღაცა, ვთქვათ, მონიტორინგის გზები, ხო, არსებობს რაღაც მონიტორინგის აპლიკაციებიც, რომელიც გეხმარება იმაში, რომ ვთქვათ, იგივე ასაკობრივად აკონტროლო ეს კონტენტი. სრული კონტროლი არ არსებობს, ახლა ეგ წარმოუდგენელი ამბავია. პირიქით, როდესაც სრულ კონტროლს ამყარებ, შავი ბაზარი ჩდება და ბავშვებს ესე არიან, ხო, რომ როდესაც აკონტროლებ, რაღაცა გზას აუცილებლად იპოვიან და ნახავენ იმას, რის ინახვა ცუდად და პირიქით ამას შეიძლება უკუ რეაქციაც ქონდეს. თუმცა დასაწყისშივე იმის ახსნა რა არის ვთქვათ, კარგი და ცუდი, როგორც რეალურ ცხოვრებაში უხსნით, ხო, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება თუ ონლაინ სივრცეში გადადის, იქაც ანალოგიურად უნდა ვისწავლოთ მუქცევის წესები და ლავირება. ანუ თუ სწორად მივხვდითეო, შენ ამბობ, რომ აკრძალვის მაგიერ უმჯობესია, რაღაცნაირად რაღაცა ასაკობრივ კატეგორიასთან ბუნებრივია, რაღაცა ცნობიერების ამაღლების პრინციპით წავიდეთ და მოსწავლეს მოზარდს. ამ შემთხვევაში ვასწავლოთ გარჩევა, იმისა თუ რა არის არასწორი კონტენტი, რა არის სწორი კონტენტი, რისგან უნდა აირიდონ თავი, რა საფრთხების წინაშე შეიძლება დადგნენ და შესაბამისად რა საფრთხებს უნდა ერიდონ, ხო? ანუ პრევენციულები უნდა ვიყოთ მეტად. ან თუ მოხდება რა ზომებს უნდა მიმართონ. თუმცა სამწუხაროდ როგორც აღნიშნე, ადრეულ ასაკში ეს ასეთი მარტივი არ არის, ხო? შენ თქვი რომ რაღაცა ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებენ ბავშვები ამ გაჯეტების მოხმარებას. რა არის ეს ასაკი თუ არსებობს ამაზე კვლევა? და აი რა პერიოდიდან ჯობს ამ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა მოსწავლეებთან? მე მჯერა ეს რაღაცა მხოლოდ სკოლის სივრცეში ალბათ არ უნდა მოხდეს და ამავდროულად ოჯახიც უნდა იყოს ამ ყველაფერში ასე ვთქვათ ფეხდაფეხ უნდა მიჰყვეს მოსწავლის და ბავშვის განვითარებას. აი ამ მიმართულებით რო გითხრა, რას ფიქრობ? ამის კვლევა სამწუხაროდ არ გვაქვს, ზოგადად ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევები არის, იმიტომ რომ თვითონ ეს ტერმინოლოგიაც, ხო, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა, კიბერბულინგი აქამდე უფრო იყო და ვთქვათ ამაზე რაღაცა აქტივობებიც იგეგმებოდა, ხო, კიბერბულინგი ნელ-ნელა შემოდის და ამაზე პასუხის გაცემასაც ახლა ნელ-ნელა ვსწავლობთ. ამიტომ სამწუხაროდ კვლევები გვაქვს ძალიან მცირე, ასევე ასე ვთქვათ კვლევების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი არის ჩვენი ენა, იმიტომ რომ ვთქვათ ონლაინ სივრცეში ძალადობის კონტროლი, ძალადობის მართვა ხშირად ეფუძნება იმას, როგორ თარგმნის მაგალითად Facebook-ი ქართულად დაწერილ კომენტარებს და სტატუსებს ინგლისურად და მე ხშირად მაგალითად რეპორტინგიც არ მოქმედებს ხოლმე და ესეც არის დაბრკოლება და კვლევაშიც არის ეს დაბრკოლება, იმიტომ რომ ვერ აღიქვავს ბოლომდე და ამიტომ რაღაც ეს დიდი ცხოვრებრივი მონაცემები არ გვაქვს. თუმცა
ნუ ფაქტია, რომ თუ გადავხედავთ და ნახავთ, აი ძალიან ბევრი ბავშვი უბრალოდ ხო, სკოლაშივე ტელეფონით მოდის, ანუ ხანდახან ბაღის ასაკიდანაც იწყება ეს. ამიტომ ცნობიერების ამაღლება ალბათ პირველ რიგში უნდა დაიწყოს მშობლებში. სიტუაცია, ეკონომიკური სიტუაციაც იცვლება, ხო? ან მშობლები მუდმივად მუშაობენ, მუდმივად გასულები არიან და ეს ტელეფონიც რაღაცნაირად ხდება ერთ-ერთი გამოსავალი და ამით არ გამშვით არავის, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა და ყველა ამ სიტუაციაში ვართ. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმაც გაიაზრონ რა გავლენა აქვს ამას, იმიტომ რომ ხშირად, როდესაც მშობლებს ვესაუბრობთ, მათაც არ იციან, რომ თურმე YouTube, TikTok-ი აი ასეთ კონტენტს მოიცავს, აი ესეთი გავლენა შეიძლება ქონდეს, ესე შეიძლება აისახოს, ხო? ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მათ შორის თამაშებიც, ხო? ანუ როგორც არის მაგალითად, რა ვიცი, Roblox-ი და ამ თამაშებზე იყო უზარმაზარი სკანდალი, რომ ძალიან ხშირად მოიხმარენ დასრულები იმისთვის, რომ ბავშვებთან ქონდეთ ცდომა. ანუ ერთი არის კიდევ რომ ეს ციფრული ცნობიერება ამაღლდეს, მაგრამ მეორე არის რომ მშობლებმა ძალიან კარგად გაიაზრონ ის, რომ ბავშვებთან ამაზე მუდმივად საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, როდესაც თინეიჯერები და სხვათა შორის არა მხოლოდ თინეიჯერები, აი 8-9-10 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც აი ამ ზოგს მაგალითად სოციალური ქსელი აქვს. ახლა ძალიან ბევრმა ქვეყანამ ხმამაღლად დაიწყო ამაზე საუბარი და აკრძალა 16 წლამდე სოციალური ქსელის ქონა, ხო? რატომ? იმიტომ რომ ანუ სოციალური ქსელი არის სივრცე, სადაც უკონტროლოდ შეიძლება მოგდიოდეს შეტყობინებები ადამიანებისგან, ასევე რომელსაც არ იცნობ და რომელთაც შეუძლიათ რომ გიპოვოთ სახელით, გვარით, მშობლებით ვწოდავთ, პოსტავთ ფოტოებს, სკოლის ლოკაციას და ასე შემდეგ და მე ამ ბავშვის პოვნა როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე ფიზიკურად ძალიან მარტივი ხდება. ამიტომ ძალიან საშიშია ეს, რა თქმა უნდა და აი ამ სოციალურ მედიაში, როდესაც უკვე უცნობ ადამიანთან იწყებენ საუბარს, თავიდან შეიძლება ეს ძალიან ესე რაღაცა მეგობრული საუბრით დაიწყოს, მაგრამ აი ფაქტიურად რაღაცა მორევში ერთვებიან, მორევში შედიან, რომელიდან ამოსვლაც ამ ბავშვებისთვის არის ძალიან რთული. რთული არის რატომ? ერთი რომ მათ არ იციან, რომ ეს არის დანაშაული, ამაზე ცნობიერება ძალიან დაბალია, რომ კიბერდანაშაულიც დანაშაულია, ონლაინ შანტაჟი, ისევე როგორც ოფლაინ შანტაჟი დანაშაულია, ონლაინ მუქარაც დანაშაულია, ინფორმაციის გავრცელება, ასე ვთქვათ, დოქსინგი ეწოდება ამას, როდესაც ჩემპირად ინფორმაციას ავრცელებენ, ესეც დანაშაულია და ისჯება. ამის ცოდნა არ აქვთ და შესაბამისად, როდესაც ისინი პირდაპირ აწყდებიან ესეთი ტიპის ძალადობას, ხო? ფოტო გავუგზავნე, დამემუქრა, ასე ვთქვათ, იმითი, რომ გააზიარებ და ეშინიათ უთხრან მშობელს, იმიტომ რომ მშობელი ეგრევე ეუბნება, რომ რატო გავუგზავნე, ან დანაშაული ყოველთვის მსხვერპლზე გადადის და როგორც ოფლაინ სივრცეში არის მსხვერპლი მსხვერპლს უნდა მოусმინოთ, ვენდოთ და მინიმუმ დავასრულებინოთ ამბის თხრობა, ასევე არის ონლაინ სივრცეშიც, ხო? რომ შეიძლება რაღაც რომ გავაზიარეს, ჩემ დანაშაული არ არის, დანაშაული არის, როდესაც ამ გაზიარებულის გავრცელებით ვიღაცა მემუქრება და მაშანტაჟებს და ამიტომ მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან ამით დავიწყე, რომ მშობელს სულ უნდა ქონდეს ბავშვთან დისკუსია იმაზე, რომ მას არ უნდა ეშინოდეს მასთან მისვლის და ამ ამბის გაზიარების. მას არ უნდა ეშინოდეს უსაფრთხო სივრცე. ეს უნდა იყოს უსაფრთხო სივრცე და ეს უსაფრთხო სივრცეები უნდა იყოს როგორც სახლში, ასევე სკოლაში, ასევე სამეგობროში და ეს უნდა იყოს კარგად გადმოცემული, ვთქვათ, რა არის დასჯადი, მათ შორის კანონიერად და ასევე, ასე ვთქვათ, რა ცდება ეთიკურ ნორმებს ონლაინ სივრცეში და ხშირად ვეუბნებით ხოლმე ამ თინეიჯერებს, რომელთანაც მუშაობთ, რომ ყავდეთ აუცილებლად ერთი ადამიანი, ვისთან ზუსტად იცით, რომ თუ ესეთი რაღაც დაგემართებათ და ხშირად მათ გონიათ, რომ მხოლოდ მათ დაემართათ და ყველას ემართება, თუ ესეთი რაღაც დაგემართებათ, იცოდეთ, რომ ყავდეთ ერთი ადამიანი, ვისთანაც მიხვალთ. იმიტომ რომ თუ ბავშვი ჩაიკეტება, თუ ის ამაზე არ საუბრობს, თუ ის მუდმივად აი ამ რაღაცნაირ შიგნით იხვევს აი ამ პრობლემას და ეს არ ჩერდება ხოლმე როგორც წესი, შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს სამწუხაროდ და საქართველოში მქონია ესეთი кейსები. კი ბატონო. აი რადგან ამ რაღაცა მოსწავლეებზე ვსაუბრობთ ახლა, ხო? ძალიან ხშირად მე უშუალოდ რასაც ვაწყდები ჩემი მოსწავლეებთან საუბარში განსაკუთრებით მე ვიტყოდი რომ ისეთ მოსწავლეებთან რომლებიც უფრო დაბალ კლასებში არიან ისინი ვერ იაზრებენ რა შეიძლება იყოს აი ამ სოციალურ სივრცეებში ქცევის ასე ვთქვათ წესი. ახლა ჩვენ საუბრობდით რაღაცა ისრის შემოbrunებაზე და მსხვერპლის დადანაშაულებაზე, ეს ამას არ ემსახურება, ბუნებრივია, თუმცა რაღაცა სიფრთხილის დაცვას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. აი მაგალითად გვაქვს ეგრეთ წოდებული
განთავსებული ციფრული ნაკვალევი, ხო? აი, ამაზე რო გითხრა, თეო, რა არის ეს ციფრული ნაკვალევი, რას მოიცავს და აი, რაზე უნდა დაფიქრდნენ ბავშვები, როდესაც აი ამ სივრცეებში ხვდებიან ხოლმე. დასაწყისშიც თქვი რა, ეს ჩვენი ოფლაინ ცხოვრება ფაქტიურად გადავიდა დიდწილად ონლაინ, ხო? ეხლა როდესაც 7-8 საათს შენ რაღაც გაჯეტან ატარებ, რა თქმა უნდა, იქ გადადის შენი ცხოვრების ის დიდი ნაწილი, რომელიც იქამდე შეიძლება ოფლაინ სივრცეში ხდებოდა. ამიტომ როგორც ჩვეულებრივად დაიცავ, ხო? გადასასვლელზე ფრთხილად გადახვალ მაგალითად, ხო? რაღაც უცნობ ადამიანს კარს არ გაუღებ, შენ სახში არ შემოუშვებ, ბავშვებს ვეუბნებით, რომ უცხო ადამიანს ქუჩაში არ გამოელაპარაკო და არსად არ გავყვე. ხო? ანუ ანალოგიურად გადადის იგივე წესებიც ფაქტიურად ონლაინ სივრცეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კარგად გაიაზრონ, რომ ის, რომ ონლაინ ხდება, არ ნიშნავს, რომ ნაკლები საფრთხის შემცველია. ზუსტად და ხანდახან ცოტა უფრო მეტი საფრთხის შემცველიც კი არის, იმიტომ რომ ჩვენ როცა დღეს დავდივართ ამაზე შეიძლება არავინ არ იცოდეს, მაგრამ ჩვენ თუ მუდმივად ამას ვპოსტავთ და აპლიკაციებიც ხანდახან ისე ჩუმად ამეტებენ რაღაც settings, ხო, რაღაც ჩვენი ლოკაციის tracking-ს მაგალითად, ხო, ანუ შეიძლება ძალიან მარტივად მოგვაგნონ სადღაც ფიზიკურ სივრცეშიც. მაგრამ მეორე აი ეს რაც ახსენეთ, ხო, ანუ ციფრული ნაკვალევი, ანუ ფაქტიურად ყველაფერი, რაც კი ჩვენ ოდესმე ონლაინ გაგვიკეთებია, დაგვიგუგლავს, აგვიტვირთვია, რა ვიცი, აი საკუთარ თავს რო დაგუგლავ, იმდენ რაღაცას ამოგიგდებს, რაც შეიძლება შენ თვითონაც კი არ აგიტვირთავს, არ ვიცი, ბებია მატვირთა, ოდესღაც ის სამუდამოდ რჩება და ფაქტიურად არ იშლება და შეიძლება ეს აპლიკაციები და პლატფორმებიც კი გაქრეს მაგალითად, მაგრამ სადღაც სერვერზე თუ არის ატვირთული, დარჩება. შენი მეილი რო სადღაც დატოვა, შეიძლება დარჩეს და მე ხშირად ეს რაღაც დიდი ინფორმაციის გადინება რო ხდება ხოლმე, ისეთი საიტებიდან ხდება, რომელიც შენ 10 წლის წინ გამოიყენე, მაგრამ ჰაკერებს აქვს წვდომა ზუსტად აი ამ შენ ინფორმაციაზე და მარტივად შეუძლიათ, რომ შენი პაროლებიც გაიგონ, შენ ეს ვთქვათ, ციფრულ სივრცეშიც შემოიჭრან და ფინანსურ ზარალზეც გახვიდე. კი ბატონო, რა პრაქტიკულ რჩევებს მივცემდით უშუალოდ მშობლებს, აი ამ რაღაცა ციფრული უსაფრთხოების დაცვის კუთხით? რა თქმა უნდა, მეც პოსტავ ჩემი შვილის პატივებს და თავისთავად ახლა ეს ბუნებრივი ამბავია, რომ რაღაცა კარგი ამბების გაზიარება გვიყვარს, ხო? ანუ რაღაცა ამისთვისაც არის სოციალური მედია, რომ რაღაცებს ვაზიარებთ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რაც ახსენეთ, ხო? ანუ არ გავაზიაროთ ლოკაცია. შეიძლება რაღაც ფოტო დაპოსტო ცოტა მოგვიანებით, ანუ მაინც და მაინც იმ წუთას არა, როდესაც შენი შვილი სადღაც არის და 1-2 დღეს დაგვიანებით, ხო? მაგალითად, არ დაწერო სად სწავლობს. იყოს დახურული და მხოლოდ მეგობრებისთვის, ხო? ანუ არ ქონდეს public დაყენებული მაგალითად შენი პოსტები და ყველა ვერ ხედავდეს სად გადაადგილდება, სად მიდის. ფაქტიურად, აი ესეც ავარჯიშოს ვაკეთებთ ხოლმე, რომ სრულიად უცნობ ადამიანებს თხოვთ, რომ ერთმანეთს Facebook-ები გაცვალონ. და ესე ვთქვათ, დასტალკონ ერთმანეთი და აი რას გაიგებ მეორე ადამიანზე და იმდენი რაღაცის გაგება შეიძლება ყველაზე, ხო? ანუ მე ჩემზეც მათ შორის. რომ ან ფაქტიურად სად დადიხარ, სად ჭამ, სად გიყვარს ყავის დალევა, სად დაგყავს შვილი რა წრეებზე და ეს ყველაფერზე შეიძლება ქონდეს წვდომა. ერთი არის რომ აი ეს ფიზიკურ სივრცეშიც გადადის, ხო? ანუ მე მქონია შემთხვევა, როდესაც მაგალითად ესე ვთქვათ მოტყუებით ბავშვი წაუყვანიათ და უთქვათ, რომ აი დედა შენს ვიცნობ, იმიტომ რომ სახელიც იცის, სამსახურიც იცის, აბსოლუტურად ყველა ანუ მისი მეგობრების სახელებიც კი იცის და ეხლა ბავშვს როდესაც ეუბნებიან რომ რაღაცა მეთეოსთან დავარდა. კი, ეხლა სამსახურში ეხლა დამირეკა რაღაცა ანუ ყველაფერს როდესაც გიყვება ადამიანი უჯერებ და ბავშვები განსაკუთრებით მიმდობები არიან. ანუ ძალიან მრავალმხრივი არის ეს საფრთხეები და მეორე პრობლემა რაც ახსენეს არის deepfake-ები, აი რამ 1-2 წლის წინ იყო მე მგონი და ნუ ეხლა განსაკუთრებით კიდევ უფრო გლობალურად გახშირებულია რომ ურეკავდნენ მშობლებს რომ რაღაცა მანქანა დამეჯახა, ანუ მოხუცებულებზე იყო უმეტესად ხანდაზმულებზე და რაღაც მანქანა დამეჯახა და გთხოვს ასწრაფოთ 1000 ლარი ჩამერიცხე და იყო შვილის ხმა. ხო, ანუ ხდებოდა აი ამ ხმის აღება, მე ამ deepfake-ის გაკეთება და მოკლედ მიმსგავსება და მშობლებიც რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც ეს დიზაინი შემოდის, იქცევი შესაბამისად, ხო? ანუ phishing-ზეც როცა ვსაუბრობთ, ანუ მეილებს რო კითხულობ, მოგდის ან ახლობლისგან, ან იმ კომპანიისგან, რომელსაც იყენებ ხშირ შემთხვევაში და ძალიან რთული არის უკვე რა გაარჩიო, ხო? ამიტომ
რაც მეტ ინფორმაციას აზიარებ, მით უფრო მოწყვლადი ხდები ამ ციფრული საფრთხეების მიმართ. ხო, და ეს რაღაცა ზღვარიც პირადსა და საჯარო ინფორმაციას შორის ძალიან შეთხელდა, ხო? და ახლა საუბრობდი ზუსტად AI-ზე, ამას წინათ მეც ესეთი ექსპერიმენტი ჩავატარე, ChatGPT-ს ვკითხე ჩემ შესახებ და თან მე არ მაქვს ეს გაწოდებული აკაუნტი, საინინებულიც კი არ ვიყავი, ისე მიცნო, ვინ ვარ, მიხვდა, თან რაღაცა ვეცადე რომ სხვა IP-ც მეკითხა და ისეთი სრული CV შექმნა ჩემი, რომ მეც ძალიან გაუგნებული ვიყავი, რომ აი რაღაც როგორ მიხვდა, რომ მე არაფერი არ შეეშალა, ინფორმაცია არ დაამატა, არ ამოაკლო, ყველაფერი ისე მითხრა, როგორც არის და ნუ რაღაც ძალიან გაუგნებული ვიყავი მეც ასე რომ აი მშობლებს ისევ რომ მიუბრუნდეთ მშობლების თემას. რა შეცდომაზე ერთზე ვისაუბრეთ, ყველაზე დიდი ის არის, რომ რაღაცა ბავშვისკენ გავიშვიროთ თითი და რაღაცა თითი დაუქნიოთ და უთხრათ, რომ შენ ეს არ უნდა გაგეკეთებინა, ხო? გარდა ამისა, რა არის ეს ყველაზე მეტად გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ ხოლმე, აი ამ რაღაცა ციფრული საფრთხეების საკითხებში? პირველი მე ვფიქრობ, არ ვიცი შეცდომა თუ უფრო რჩევის კუთხით, რომ პირველ რიგში ჩვენ თვითონ დავუმაღლოთ მუდმივად ამაზე ცოდნა და ცნობიერება და მუდმივად უნდა ვეძებოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ანუ აი მათ შორის არ არის ეს მხოლოდ ის, რომ აი როგორ დავიცვათ, ხო, აი რა სლენგს იყენებენ. ხო, აი რას ნიშნავს ის ემოჯები, რომელსაც ისინი ონლაინ სივრცეში იყენებენ, მაგალითად ეს ტერმინოლოგია რას ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენთვის არის სრულიად უცხო. ხო, აი ამ თაობის ეს ტერმინები, რითიც ერთმანეთს მიმართავენ და თუ ჩვენ რაღაცნაირად ვეცდებით, რომ დავეწიოთ აი მათ ენას, ხო, აი მათ ტერმინებს, ძალიან გაგვიადვილებს ეს იმას, რომ ამოვიცნოთ, სად შეიძლება არსებობდეს საფრთხე და სად შეიძლება ჩვენი შვილები თავად გახდნენ ამ მსხვერპლი, ან მუძალადე, ხო, ანუ ორივე ტრაგიკული არის თავისთავად და ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობიერების ამაღლება იმ კუთხით ვთქვათ, აი რა ტიპის კონტენტს რა გავლენა აქვს მათ შორის. ახლა ფსიქოლოგებს შეიძლება ყველანი ვერ გავხვდეთ, მაგრამ როდესაც ჩვენ შვილის განვითარებაზე ხო, ანუ ვარჩევთ ხო, აი ჯანსაღად როგორ იკვებოს, ხო, ისევ უნდა მოიქცეს ჯანსაღად იკვებოს ჯანსაღი ინფორმაციით მათ შორის ონლაინ სივრცეში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და თან მე მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ვაკონტროლო და იმას არ უყუროს რა, ანუ ხარისხიანი კონტენტის არჩევას სწავლობს ბავშვი, კარგი ფილმის არჩევას, დღევანდელი თაობა და მეც მათ შორის და უამრავი, ანუ რაღაცა ეს ჩვენი გონება გახდა ესეთი jumping mind-ში გადავიდა რა, რომ აი ამ რამდენიმე წამიანს კი სკროლვის შედეგად მთლიანი ფილმის ყურების უნარი აღარ გვაქვს და აი ბოლოს ასევე თინეიჯერებს რო კითხე ტრენინგზე, რომ ბოლოს როდის უყურეთ ფილმს, თქო ვერ მიპასუხეს. ანუ ფილმს კი არა, სერიას ვერ უყურებ, სერიას ვერ უყურებენ ბოლომდე და ანუ ეს ხო გარდა იმისა, რომ საფრთხის შემცველია, ანუ ჩვენ კავშირს კულტურასთან, ანუ სრულიად ცვლის და გვაკარგვინებს და ანუ აქაც შემოდის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ეს არ არის მხოლოდ კონტროლი, ეს არის რომ ვისწავლოთ ხარისხიანი კონტენტის არჩევა, მიღება და აი ამ ასე ვთქვათ, კულტურულ კონტენტთან ურთიერთობა. კი, და მე აქვე დავამატებ, რომ ამას კავშირი აქვს ასევე რაღაცა ყურადღების ხანგრძლივობასთანაც, ხო? კი, ბატონო, იმიტომ რომ როდესაც უშუალოდ სასწავლო პროცესში გვაქვს ჩვენ შეხება მოზარდებთან, მათთვისაც ეს რაღაცა მოკლე ინფორმაციის მიწოდება არის უფრო ავთენტური, სწორედ ამ რაღაცა TikTok-ის თუ სხვა სოციალური ქსელების გავლენით, ვიდრე რაღაცა ერთი ხანგრძლივი გაკვეთილი, რომელსაც რაღაცა ჩვენს რაღაცა ამ ტენდენციებს მოკლედ ვამჩნევთ ამ მიმართულებით. აი რა არის ის ასაკი, შენი აზრით თეო, როდესაც მოსწავლეებმა, უბრალოდ მშობლებმა უნდა დაიწყონ მოსწავლეებთან, ბავშვებთან, თავიანთ შვილებთან ამ რაღაცა უსაფრთხოებაზე საუბარი. აი რომელი ასაკი არის ყველაზე უპრიანი ამისთვის? მე ვფიქრობ ძალიან ინდივიდუალურია და როგორც კი თვითონ ვფიქრობენ, რომ ამ ბავშვებს აქვთ ასე ვთქვათ, რაღაცნაირი ერთი მხრივ რაღაცნაირი წვდომა მაინც უკვე, როდესაც აქვს ამაზე ალბათ უნდა დაიწყოს საუბარი და საუბა, რა თქმა უნდა, ამას ნელ-ნელა უნდა დაიწყოს საუბარი და ეს ბავშვებმაც უნდა გაიაზრონ, რომ ამას არ ვაკეთებ კონტროლისთვის, ამას ვაკეთებ შენთვის. იმიტომ რომ მე ის თვითონ ის მისი არჩევანი ხდება, ხო? აი დღეს კიდევ საუბრობთ, რაღაც ბავშვებმა თამაში აღარ იციან, აღარ თამაშობენ, ხო? რა თქმა უნდა, ანუ შენ თუ მარტივ სამყაროს აძლევ მას, რაღაცა აი ამ სამყაროში გადასვლა მისთვის ძალიან რთულია. რაც უფრო ადრე დაუტოვებ თამაშის დროს, რეალურ თამაშის დროს და მისცემას შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, რომ კონდეს ცდომა ასევე გაჯეტებთან, მაგრამ ლიმიტირებულად
მით უფრო ჩვევაში გადაუვა მას ეს და მასეთ გენერალისტება ხო წესი. აი ცოტა ხნის წინ ახსენე ეგრეთ წოდებული ემოჯები ხო, სლენგიც, რომელიც ხშირად ჩემთვისაც, როგორც მასწავლებლისთვის ძალიან გაუგებარია და მეც ძალიან ვცდილობ რომ ფეხი ავუწყო ამას, მაგრამ ხშირად არ არის ეს მარტივი ჩემნაირი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ ამდენ დროს ამ სივრცეში შეიძლება არ ვატარებდეთ. ან თუ ვატარებთ, უშუალოდ იმ სივრცეში არ ვატარებთ, სადაც ეს ბავშვები არიან ხოლმე და რამდენიმე ხნის წინ საუბრობდით ადოლესცენტზე, ხო, რომელიც აი რაღაცა წარმოგვიდგენს ოჯახს, რომელიც აბსოლუტურად სხვაგან დგას და შვილი, რომელიც სრულიად სხვა, ასე ვთქვათ, სივრცეში, სხვა აზროვნებით არის წარმოდგენილი. აი შენი აზრით ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნუ ერთი არის რომ უნდა ავუწყოთ ფეხი, მაგრამ რეალობა არის რომ სამწუხაროდ ამას ყოველთვის ვერ ვხვდებით. აი რა ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლე შეიძლება ონლაინ სივრცეში რაღაცა ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეიძლება აწყდებოდეს. აი როგორ უნდა ამოვიცნოთ, თუ არ მაქვს აი არ ვიცი, შეიძლება რაღაც მუშაობ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და სახლთან ან ამ гаджеტებზე ესეთი კონტროლი არ მაქვს და აი რაღაცა ნიშნები თუ არის, ესაც მოკლედ მოსწავლე შეიძლება ადამიანი შეიძლება ავლენდეს. მე ვფიქრობ ეს არის, როდესაც ის აღარ გვესაუბრება. როდესაც არც კარგზე, არც ცუდზე, უბრალოდ წყვეტს კომუნიკაციას, იმიტომ რომ ხშირად ეს ესეთი ტიპის ასე ვთქვათ, სიტუაცია, რაღაც ონლაინ ტიპის ძალადობა, ან რაღაც ის რაც რა კიბერბულინგი იწვევს იმას, რომ ისინი უფრო გულჩათხრობილები ხდებიან. და ეს ემოჯები ახსენე და ანუ ძალიან რთული არის, რომ შენ ყოველდღე იჯდე და ეხა იკვლევდე რა რას ნიშნავს, მაგრამ აქაც აი ეს საუბარი არის მნიშვნელოვანი, რა ის კონტაქტი სადღაც არ უნდა გაწყდეს და შეიძლება მე ყოველდღე რაღაცა საათობით ვერ ვიჯდე მაგალითად, ხო, ჩემ შულთან ფიზიკურად არ არის ეს დრო, თორე ძალიან გვინდა, მაგრამ დღეში 15 წუთი მთლიანად მასთან ვიყავ. კიდე ერთი პრობლემა არის ის ხოლმე, რომ ჩვენს მათ გვერდით ვხედავთ და ვსკროლავთ და ამ დროს ერთად გვგონია ვართ, მაგრამ არ ვართ. აი ეს ცნობიერად თუნდაც 20 წუთი ერთად ყოფნა შეიძლება ბევრად უფრო მეც ნიშნავდეს. ერთად დროის გატარება, ერთად თამაში, რაღაცა როლური თამაშის გაკეთება. აი მაგალითად, აი წარმოდი ვითამაშოთ სკოლობანა. ხო, ეს უფრო ადრეულ ასაკში მაგალითად და მოდი შენი კლასელები, აი წარმოიდგინე, რომ ესენი შენი კლასელები არიან, ხო? აი მომიყევი, რაც გეუბნებიან, რაც გელაპარაკებიან. აი ამ საფრთხეს სივრცის შექმნა, აი ამ ცნობიერად იყოფნის მომენტი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენს ანუ შეიძლება 5 საათი ვისხდეთ ერთად, მაგრამ ორივე ვსკროლავდეთ, ან ორივე რაღაცას უყურებდეთ, ხო? ეფექტური დროის გამოყენება არ არის. ეფექტური არის, აი ეს 20 წუთი, რომელიც შეიძლება უბრალოდ ვისხდეთ, საუბრობდეთ, თამაშობდეთ, ჩაისვამდეთ ერთად და მეც ვუზიარებდი ან მსგავსი თუ ეჭვი გვაქვს რომ რაღაც ხდება, ჩვენც გავუზიაროთ რაღაცა მსგავსი, რომ იცი რა მე შენ ხოლმე ვიყავი რაღაცა, არ ვიცი ეს რაღაცა მითხრა ჩემმა კლასელმა და რაღაცნაირად შეიძლება ამისი ამოღება, მაგრამ უმეტესად ეს არის, როდესაც ამაზე არ საუბრობ. ამ ფილმშიც ესე არის, ხო, რაღაცა დიდ დროს ატარებს ოთახში, იმიტომ რომ თინეიჯერია. ხო, ანუ რაღაცა ცოტა კრიტიკულად რომ შევხედოთ სიტუაციას, შეიძლება გადავარჩინოთ ბევრი ადამიანი. კი ბატონო. და ბოლო კითხვას, თუმცა ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ აი რაღაც დაბოლოებისას თუ გვეტყვი ერთი მთავარი რჩევა, რომ მივცეთ აი ამ ადამიანებს, მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს ციფრული უსაფრთხოების შესახებ, რა იქნებოდა ეს? კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის განათლება, მათ შორის თვითგანათლება, მუდმივი, ეს არის მუდმივად ერთმანეთთან კავშირზე ყოფნა, ანუ წარმოუდგენელია, რომ ბავშვი ვითარდებოდეს ისე, როდესაც მშობელი არ არის ხაზზე სკოლასთან, სკოლა არ არის ხაზზე მშობელთან, ბავშვი, ანუ ეს რაღაცა, ეს სამკუთხედი მუდმივად უნდა იყოს შეკრული და სინქრონში უნდა იყოს, ხო? რა თქმა უნდა 100%-ით რთულია, მაგრამ თუ ინფორმირება ხდება, თუ ამაზე ყველა მხარე მუშაობს, მგონია, რომ ბევრად უფრო დიდი შანსი არის, რომ პრევენცია მოვახდინოთ და უსაფრთხო სივრცის შექმნა. ანუ იმის განცდა, რომ ეს შემიძლია მოვიდე და მოგიყო შენ როგორც მასწავლებელს და შენ მე არ მეტყვი, რომ ეს ჩემი ბრალია, მე მომცემს იმის საშუალებას, რომ როდესაც საფრთხეს ვიგრძნობ, ნამდვილად მოვიდე და იქამდე გავაზიარო ეს ინფორმაცია, ვიდრე რაღაცა სავალალო შედეგი დადგება. ამიტომ ეს არის კომპლექსური, ამას ჭირდება ჰოლისტური მიდგომა, ამას ჭირდება ყველას ერთობლივი მუშაობა, მათ შორის რა თქმა უნდა სახელმწიფოს მუშაობაც, რომ ინფორმაციის დაცულობა, აღსრულება ხდებოდეს და ანუ ყველა არხი უნდა იყოს ამაში აუცილებლად ჩართული. ძალიან დიდი მადლობა თეო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. პირიქით, მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ.
დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. ეს იყო თეო დალაქიშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ციფრულ უსაფრთხოებაზე. მადლობა, რომ გვისმენდით. იმედი მაქვს, საინტერესო იყო თქვენთვის ამ თემის განხილვა. გთხოვთ კიდევ ერთხელ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, მოიწეროთ ვიდეო და დაგვიტოვოთ კომენტარი.